საქართველოს რაგბის კავშირი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ტრადიციულ სარაგბო ფესტივალს მართავს. ტურნირი 2000-2001 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის შუახევის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მასში ქუთაისის, ჭიათურის, ტყიბულის, ბათუმისა და შუახევის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ტრიული წესით გაიმართა და გამარჯვება ფურტიოს გუნდმა მოიპოვა. ორგანიზატორების მით ღონისძიების მიზანი პერსპექტიული მორაგბეების გამოვლენა იყო. ფესტივალი საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. შუახევის მუნიციპალიტეტში კი უკვე მეოთხედ ჩატარდა. დაჭარო მაღალმთიანეთში ვართ ერთ-ერთი გუნდი შუახევის რაიონში, რომელიც ყოველთვის გასვლის დრო წარმატება გვაქვს და გვინდა რომ ყოველთვის წარმატება გქონდეს და აქედანაც რომ იქნება უფრო ხელისშეწყობა და თანდათანობით მივაღწევთ ბევრ წარმატებას და ჩემ გუნდს უსურვებ წარმატებებს. ფეხბურთში აღარ დადიან ბავშვები უკვე ისე აჭარაში, როგორც უკვე რაგბში რაოდენობა უკვე 500-მდე ავიდა მთლიანად აჭარაში. აქ დღეს ნახეთ რომ 100 ბავშვზე მეტი არის მონაწილე და ასე რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ ბავშვებს რომ ეროვნულ ნაკრებს აჭარიდან ბევრი პერსპექტიული მორავაკის შევიდეს სათამაშოდ. მე ვუსურვებდი ფურტიოს რომ ბელიგაში გამოიყვანოს მომავალ წელს გუნდი ითუნეთეს სტადიონი მოედანი ახალი მოედანი ფურტიოსია შუახევის შესანიშნავი სტადიონია და ყველა პირობა იმისა რომ თუ კი ხელშეწყობა იქნება ესე იგი შუახევის რაიონი წარსდგეს საქართველოს ჩემპიონატის ბელიგაში თავისი გუნდი